ჩვენ არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან დაუკარგავთ რელევანტურობას და არა მხოლოდ ამერიკასთან გაფუჭდება ჩვენი ურთიერთობები, არამედ ჩვენ აღარ გვექნება არაფერი სალაპარაკო იგივე უახლოეს სამეზობლოში. ტრამპ-ტაუერიც შეგიძლიათ ააშენოთ, მაგრამ ტრამპ-ტაუერიც კი არ იქნება საფუძველი, რომ თქვენსკენ მოუბრუნდეს გული შეერთებული შტატების ლიდერს 47 პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, მას სჭირდება საქმეები. საბედნიეროდ წინა ასწავლების განმავლობაში საქართველოს და აზერბაიჯანს შორის მნიშვნელოვანი ურთიერთობა და პარტნიორობები არის ჩამოყალიბებული, რაც არის მათ შორის აი იგივე ნავთობსადენების დამსახურება, რაც ედუარდ შევარდნაძის ჩართულობით მოხდა. გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა. მოგესალმებით, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი, Heritage Foundation-ის წამყვანი ექსპერტი, ასე ვიტყვი, პირი, რომელიც ერთ-ერთი ამათ შორის, ვინც განსაზღვრავს ან აყალიბებს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას, ეს კაცი ჯეიმს კარაფანო ამ კაცმა მისცა ინტერვიუ რამდენიმე ხნის წინ ამგვარ მედია საშუალებას Independence TV მედიას. კერძოდ კი კახა შარაშენიძეს. მე გუშინ საათნახევრის განმავლობაში გავაანალიზე ეს ინტერვიუ თავიდან ბოლომდე, პირველი სიტყვიდან ლამის ბოლო სიტყვამდე, მისი ძირითადი ასპექტები. თუმცა გიორგი ლაბაძე, ექსპერტი შემოგვიერთდება და ისიც მოგვეხმარება ამ ინტერვიუს და კარაფანოს გზავნილების გაანალიზებაში. გიორგი, მოგესალმები. პირველ ყოვლისა, მითხარი, ვინ არის ეს კარაფანო? რამდენად მნიშვნელოვანი პერსონა, რამდენად usmenen მას შეერთებულ შტატებში? და შეერთებულ შტატების ხელისუფლება რამდენად usmens? დიახ. ჯეიმს კარაფანო არის მოგესალმებით საინტერესო პიროვნება, მას აქვს სამხედრო წარსული და სამხედრო კარიერის შემდეგ ის სხვადასხვა სამთავრობო პოზიციების შემდეგ გადავიდა ეგრეთ წოდებულ think tank-ებში, ანუ ანალიტიკურ ცენტრებში და უკვე 20 წელზე მეტია, რაც საქმიანობს ამ მემკვიდრეობის ფონდში, ანუ Heritage Foundation-ში, რომელიც რესპუბლიკური პარტიისთვის იყო 80-იან წლებიდან მოყოლებული და დღემდე არის ძალიან მნიშვნელოვანი გზამკვლევი ერთგვარად, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის და ეს რომ გზამკვლევია Heritage Foundation-ი, ეს კარგად ჩანდა როგორც რეიგანის დროინდელ საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, ასევე ბუშ უმცროსის პერიოდში, როცა შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთის კამპანიები წამოიწყო და Heritage-ის სწორედ აი ამ ახლო აღმოსავლეთის კამპანიებში შეერთებული შტატების ჩაბმას ლობირებდა, პრინციპში მაგ დროიდან მოყოლებული. დღეს მდგომარეობით Heritage არის ეგრეთ წოდებული პროექტი 225-ის ავტორი, რომელიც ბევრის მიერ საკმაოდ დაწუნებული და რადიკალურ მემარჯვენე პროექტად არის შერაცხული, თუმცა ამას ახლა ჩემი აზრით გარკვეული განმარტებები შეიძლება მოვაყოლოთ ჩვენ რამდენად ასეა, მაგრამ ძალიან ბევრი დრო არ დავხარჯოთ ამ ყველაფერზე. საინტერესო არის ის, რომ აი ამ პროექტი 2025-ში, რომელზეც კომენტატორები ამბობენ, რომ Heritage-მა დაუწერა პრინციპში ამ ტრამპის ადმინისტრაციას, ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი არის სახელმწიფო დეპარტამენტის რეფორმაზე და ზოგადად სახელმწიფო დეპარტამენტის საქმიანობაზე და ეს თავი არის დაწერილი კირონ სკინერის მიერ, რომელიც არის საკმაოდ წარმოსადეგი ქალბატონი და აი ამ საგარეო ურთიერთობათა საკითხების მცოდნე. სწორედ კირონ სკინერთან ერთად შემუშავებული აქვს ეს სახელმწიფო დეპარტამენტის რეფორმა და ამერიკის საგარეო პოლიტიკის სტრატეგია აი ამ დოკუმენტში ჯეიმს კარაფანოს. იქ ჩვენ თუ ჩავხედავთ აი ამ დოკუმენტს, რომელიც 1000 გვერდიანი დოკუმენტია და ბევრი თქვა ამაზე დარწმუნებული ვარ სვანეს მოიხსენება, გამოჩნდება, რომ კირონ სკინერი განსაკუთრებულ მადლობას ხვდის ჯიმ კარაფანოს იმ დროისათვის და ენერგიისთვის, რაც მან დაუთმო აი ამ დოკუმენტებზე მუშაობას. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ როგორც მოარული ჭორების დონეზე და ისე პრინციპში საქმიდან გამომდინარე, აბსოლუტურად შეგვიძლია იმის დასკვნა, რომ ჯიმ კარაფანოს პირდაპირ აქვს ხელი დადებული მაგის თემაზე, ტრამპის ადმინისტრაციაში რაც ხდება და რაც შეიძლება გადაწყვიტოს მან
საომავლოდ იქნება ეს რეგიონები ერთი კითხვაც, რომელიც კარაფანოს ნაკლებად ეხება, თუმცა რატომაც არა, მეორე მხრივ მასაც ეხება. ამ წელიწადნახევრის განმავლობაში 2025 წლის იანვრის 20-დან, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გახდა დონალდ ტრამპი, საქართველოსთან დაკავშირებით თუ სახელმწიფო დეპარტამენტს და თუ თეთრ სახლს პრაქტიკულად არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია, თუ არ მივიღებთ ხედველობაში, ბოლოს კონკრეტულად სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებას, რომელმაც თავის მხრივ ეს განცხადება თვით ინიციატივით კი არ გააკეთა, კონგრესმენ ვილსონს უპასუხა და მერე უკვე მოხდა ამ განცხადებას ის ცნობილი აქტი დამტკიცებული ქვედა პალატის მიერ. რამდენად დგება დრო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ფოკუსირებული იქნება ან ყურადღების ქვეშ მოექცევა ჩვენი ქვეყანაც. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ კავკასიის რეგიონის ორი სხვა ქვეყანა, სომხეთი და აზერბაიჯანი, ყურადღების ცენტრში კარგა ხნის განმავლობაში იყო და დღესაც არის, სასაკვირველია პირველ ყოვლისა გულისხმობ იმ პროექტებს, რომლებიც დაგეგმილი აქვს შეერთებულ შტატებს და იმ შეხვედრებს, რომლებიც გაიმართა პირველ ყოვლისა ვაშინგტონში. და იმ პარტნიორობას, რომელიც ყალიბდება შეერთებულ შტატებსა და ამ ორ სახელმწიფოს შორის. საქართველოს თითქოს მოწყვეტილი იყო. ამ მეორე მხრივ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მუდმივად ამახვილებდა ყურადღებას კავკასიის რეგიონზე ზოგადად და კავკასიის რეგიონის წარმოდგენა საქართველოს გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია. იმიტომაც შეუძლებელია, იმიტომაც მათ შორის რომ ეს ტრადიციული მარშრუტი შუადერეფლისა ჩვენს ქვეყანაზე გადის. აი კარაფანოსაც მივაბად თუ გნებავს და მე უკვე ვილაპარაკოთ ძირითად ასპექტებზე, ძირითად მესიჯებზე, რომელიც ამ საინტერესო და მცოდნე კაცმა გააცნო ქართულ საზოგადოებას. საკმაოდ ბუნდოვანია ჩემი აზრით, რამდენად განგრძობადი იქნება ბოლო პერიოდში დასმული ეს ინტერესი, როგორც ჯო ვილსონის მხრიდან, ისე მარკო რუბიოს პასუხი და ეხლა უკვე ჯიმ კარაფანო. რეალურად ვთქვათ, ჩვენ ჯიმ კარაფანოს ესე ვთქვათ, ამ თემაში შემოყვანაც ჯო ვილსონიდან გამომდინარე მოხდა, იმიტომ რომ როდესაც ირაკლი კობახიძემ პასუხი გასცა მარკო რუბიოს, ამაზე ჰქონდა რეაქცია ჯიმ კარაფანოს X-ზე, რომელიც პირდაპირ ვიტყვი, რომ მე გავავრცელე ქართულ სივრცეში, შემდგომში არაერთმა მედიამ საბედნიეროდ და ძალიან მიხარია, რომ ასეა ეს გადააზიარა და გადმოაქართულა და ამას მოყვა შემდგომში ინტერესი ამერიკაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტებისგან, აი Independent Avenue მედიასგან. ამიტომ ამით იმის თქმა მინდა, რომ რეალურად ეს ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ ახლა მიებმევა საომავლოდ აუცილებლად, მაგრამ ეს ჩვენზეც არის დამოკიდებული, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია რომ ვაწარმოოთ ეს კომუნიკაცია იგივე მასთან, იგივე სხვა პირებთან, რომლებიც შეიძლება ჩაერთონ საქართველოსთან დაკავშირებით და კარგი ის არის ყოველ შემთხვევაში, რომ ისინი როცა თქვათ, ვთხოვთ ჩვენ რომ ჩაერთონ ამ საკითხთან დაკავშირებით, ისინი კარს არ იხურავენ და არ ამბობენ, რომ იცი რა აქვს ცალია ხა მაგისთვის. შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რაღაც დონეზე, რომ რაღაცების გადალაგება რეგიონში მიდის, მართალია თავად კარაფანო იძახის, რომ საქართველოს თუ არ დაინტერესდა ამ ყველაფრიდან ამერიკასთან ურთიერთობით ჩვენ ვერავის გავეკიდებით, მაგრამ ამის მიუხედავად, აი თქვენ რაც ბრძანეთ საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც რეგიონშია და ცენტრალური აზიის და კავკასიის ურთიერთობიდან გამომდინარე, ალბათ ეს თავისთავად დადგება ეს საკითხი. რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს. შეგაწყვეტილებ კარაფანო იმ ცნობილ ინტერვიუში ბატონ შარა შენიძესთან ამბობს სიტყვასიტყვით. შეერთებული შტატები ღრმად არის დაინტერესებული შუადერეფლის გაფართოებითა და წარმატებით, რომელიც აკავშირებს ცენტრალურ აზიას, კავკასიას, მერე უკვე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს და ასე შემდეგ და საქართველოს არის მნიშვნელოვანი ნაწილიო. ერთის მხრივ ამას ამბობს და მეორეს მხრივ რაც შენ თქვი ახლა, რაც აღნიშნე, რაც არის ამ ინტერვიუს ერთგვარი ძირითადი ხაზი, ან ერთ-ერთი ძირითადი ხაზი, რომ ვერ გამოგეკიდებით, ახლა ვერ შეგევედრებით, ვერ გთხოვთ ნამეტარი საბოლოო ჯამში თქვენ უნდა იყოთ თქვენივე თავის პატრონი და თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. ეს ერთის მხრივ რომ შუადერეფლი მნიშვნელოვანია და საქართველოს მნიშვნელოვანია, ერთგვარ წინააღმდეგობაშიც ესეც შეიძლება წაიკითხო, მოდის მისივე იმ განცხადებასთან, რომ ვერ გამოგვეკიდებიან. მაგრამ აი რას გეუბნება კიდევ დაბატებით კარაფანო და საუბრობს თუ არა, ის ხადია საკუთარი სახელით საუბრობს, მაგრამ მაინც შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ, რომ ეს არის უკვე ერთგვარი ჩამოყალიბების წინა
რესტადია ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომებისა საქართველოსთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტისა თუ თეთრი სახლისა. ძირითადი აქსპექტები რა არის? ჩინეთზე თუნდაც რუსეთზე, ჩინეთზე განსაკუთრებით და კიდევ რაღაც მნიშვნელოვანი საკითხები. დისიდენტებზე, აქ მნიშვნელოვანი ოპოზიციაზე, ბევრი ისეთი რამ არის, რომ აუცილებლად რომელიმე გამოგრჩება კიდეც, მე კი ვეცდები რომ არ გამოვტოვო. კი ბატონო, ჩემი აზრით იმის მიუხედავად რომ მან თქვა რომ ეს ჩემი პირადი აზრი არისო, შეუძლებელია ის რაღაცნაირად მასში არ იყოს ზოგადად სახელმწიფო დეპარტამენტის მოსაზრებებთან, იმიტომ რომ მოდით შევთანხმდეთ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ და ალბათ უფრო სამწუხაროდ არ არის ბევრი ხალხი, ვინც მისი დონის ესე ვთქვათ ადამიანები, ვინც საქართველოში მუშაობენ და დაინტერესებულები არიან. ამდენად როცა მსგავსი ფიგურები ინიციატივას იჩენიან ხოლმე ჩართულობისას, ეს ნიშნავს, რომ მათი ბმა საკმაოდ ახლო არის უშუალოდ სამთავრობო პოზიციასთანაც. რაც შეეხება რა იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, მან პრინციპში ჩამოთვალა, რეალურად რო ვთქვათ, რა გვინდა და რაში არის საქართველოს როლი მნიშვნელოვანი. მაგრამ მე რადგან გავამახვილე ყურადღება სანამ გადავალ იმ სამ ძირითად ასპექტზე, რაც მან თქვა, ეს არის ის, რომ ძალიან საინტერესო ნაწილი, რომ თუ ჩვენ, ანუ ქართველები, თუ ჩვენ არ მოვიდომებთ, რომ თავად მივიღოთ მონაწილეობა აი ამ პროექტებში, ჩვენ არამხოლოდ შეერთებულ შტატებთან დაუკარგავთ რელევანტურობას და არამხოლოდ ამერიკასთან გაფუჭდება ჩვენი ურთიერთობები, არამედ ჩვენ აღარ გვექნება არაფერი სალაპარაკო იგივე უახლოეს სამეზობლოში. რაც ძალიან საშიში რამეა და ჩემი აზრით ამ ინტერვიუს ყველაზე ძნობიარი ასპექტი არის ჩვენთვის, იმიტომ რომ თუ მაგალითად ქართული ოცნება თავს იწონებს იმით, რომ იცი რა, თუ ევროკავშირი და ამერიკა არ მაღიარებენ, უზბეკეთში მივდივარ და თურქმენეთის პრეზიდენტი ჩამოდის და ყაზახეთის პრეზიდენტი ჩამოვა. აზერბაიჯანს ალიევს ხვდები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ეს ადამიანი ჯიმ კარაფანო ძალიან საინტერესოდ შენიშნავს, რომ თუ საქართველოს ამ პროექტებს გამოეთიშა და არ მიიღო ჯეროვანი მონაწილეობა და არ მიიღო გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს ხო არ არის მარტო მე მინდა და ესე წაგვადგება ან პირიქით, ეს გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება არის. ეს თუ არ მიიღო საქართველოს რომ ამ ყველაფერში ჩაერთოს, ის დაკარგავს ფუნქციას და რელევანტურობას სწორედ აი ამ ქვეყნებისთვისაც, ვისაც ეს ვითომ ესენი ხვდებიან და ამბობენ, რომ ჩვენ ამის მეშვეობით ვავსებთ ვაკუუმს, რაც ევროკავშირის ურთიერთობიდან გამოწვეული არის, ხო, ევროკავშირთან გაწყვეტილი ურთიერთობით. და თუ ეს ასე გაგრძელდა, არც იმათთან ურთიერთობას ექნებათ და ისინიც ვეღარ იქნებიან ჩვენი დაინტერესებულები, შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით გაუქმებული ტერიტორია, სადაც ისეთი ინტერესის სუბიექტები და როგორებიც არიან რუსეთი მაგალითად განსაკუთრებით, ძალიან მარტივად მოიყიდებენ ფეხს და ჩვენი სუვერენიტეტი დადგება ძალიან დიდი გამოწვევის და კითხვის ნიშნის ქვეშ. ამას მივაქცევდი მე უპირველეს ყოვლისა ყურადღებას. თუმცა, აქ ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი რამეა. ერთ-ერთი მინდა ხაზი გაუსვა კარაფანო კონსერვატორი არის და ჩვენ ის ქმნის გლობალური კონსერვატიზმის ქსელს და მე პირადად ჩართული ვარ ამ ქსელში და ჩვენთვის ეს ესე ვთქვათ გასაგები მომენტია, როცა ის ჭრილოვან მმართველობაზე ამბობს, რომ ესეთი პრინციპია კონსერვატიზმის, რომ ანგარიშვალდებულება უნდა კონდეს მმართველ კლასს ხალხის მიმართ და მან დასვა ეს საკითხი, რომ დღეის მდგომარეობით თუ რატომ ხედავს პრობლემას ამერიკა საქართველოში, ერთ-ერთი ის არის, რომ ხალხი არ არის შემხებლობაში იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება ქვეყანაში. და ეს აი ამ ჭრილოვან მმართველობაზე და ანგარიშვალდებულების ნაკლებობაზე აშკარა ხაზგასმა და ჩვენება არის. პარამეტრიც არის ხაზგასმა, გეთახმები აბსოლუტურად, მათ შორის ხაზგასმულია ის, რომ თქვენ შეგიძლიათ ივაჭროთ ჩინეთთან, შეგიძლიათ ივაჭროთ რაღაც რუსეთსა და თუ არ ვწდები ირანზეც, მე მგონი ამას ამბობს, თუმცა არა ვარ ბოლომდე დარწმუნებული, მაგრამ თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გააკეთოთ ღირებულებითი არჩევანი, ანუ თქვენ შეგიძლიათ რაც გინდათ ის გააკეთოთ, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ჩინეთი თქვენი გამომყენებელია, ხოლო რუსეთი კი არის სახელმწიფო, რომელიც ექსპანსიას ახდენს. ჩინეთიც პრინციპში არის სახელმწიფო, რომელიც ექსპანსიას ახდენს. იქ ერთი საინტერესო ასპექტია, დეტალია თუ გახსოვს, ტრამპ-ტაუერიც შეგიძლიათ ააშენოთ, მაგრამ ტრამპ-ტაუერიც კი არ იქნება საფუძველი, რომ თქვენსკენ მოუბრუნდეს გული შეერთებული შტატების
ლიდერს 47 პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, მას სჭირდება საქმეები, არა ტრამპ-ტაუერი, არამედ კონკრეტული პროექტები, იმიტომ რომ საქართველოს ხდება სულმუდმივად თავმომწონებს იმით რომ ამერიკელები გველაპარაკებიან ტრამპ-ტაუერის გვიშენებენ და ეგ რა ტრამპის შვილიც არის. კიდევ საკითხავია როგორ არის ჩართული, მაგრამ რაც ქართული ოცნება ამბობს იმას ვიმეორებ ახლა. გიორგი, ერთი კითხვა, მეორე მხრივ როდეს იმ პირობებში, როდესაც კავკასიის რეგიონში ასე მძლავრად შემოდის შეერთებული შტატები, შემოსულია მეთქი. ასე შეიძლება კი ასე მიატოვოს შეერთებულმა შტატებმა საქართველოს და ნაცრისფერ ზონად დარჩეს ეს ქვეყანა, თუ ამ ნაცრისფერ ზონას რევანშის თვინ გამოიყენებს, ადრე იქნება თუ გვიად რუსეთის ფედერაცია კავკასიის ორი დანარჩენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ხო, ძალიან საინტერესო მომენტი არის. ისიც რა არის, მე ესე ვხედავ, რომ სამწუხაროდ ამერიკის მხრიდან ესე ვთქვათ, სადამსჯელო რაღაც გადამწყვეტ ზომებს ნაკლებად უნდა ველოდოთ, იმის მიუხედავად, რომ ეგ საფრთხე და ხიფათი არსებობს. არ ვიცი მაგას როგორ დააზღვევს ახლა შეერთებული შტატები. პრინციპში შესაძლებელია მათ დიდად არც ეშინოდეთ იმის, რომ სომხეთის და აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს დაემუქრება საქართველოს აი ამ ფორმაში, როგორც ახლა ჩვენ ვიმყოფებით გაურკვევლობაში, ახლო პერსპექტივაში, მაგრამ შორეულში ხო არ ვიცი ეს როგორ შეიძლება მოხერხდეს. მე პირდაპირ ვიტყვი, აი ამ ესე ვთქვათ, არგუმენტს ერთგვარად თუ კონტრარგუმენტს როგორ შეიძლება დავარქვათ, ვერ ვხედავ იმის საპირწონედ, რომ აი აუცილებლად ამას არ დაუქებს ამერიკა და რაღაცნაირად ეს იქნება გადამწყვეტი წერტილი. სამწუხაროდ მე ამას ვერ ვხედავ. უბრალოდ წერან თქვენ რაც აღნიშნეთ, აი ღირებულებით ნაწილზე. არა მხოლოდ ღირებულებითი ნაწილია მან ამერიკის, არამედ წმინდა პროფიტული და მოგებაზე გასული ნაწილიც არის. და ჩინეთი დიდი ხანია უყურებს აი ესე მე მგონი ქორმა ის მასე ტრიალი ზემოდან, ხო? თუ რას როგორ დასუსტება საქართველოს, რომ მე ამით კარგად ისარგებლოს. და რამდენი წელია უკვე მას ნაბიჯი არ გადაუდგამს არც არანაირი მხარდაჭერის ინვესტიციის იქნება ეს სხვადასხვა მიმართულებებით, როდესაც შეერთებული შტატები საქართველოსთან ურთიერთობას და ამ პროცესში ამტკიცებდა ხოლმე საქმით. და პირველ რიგში ეს დასტურდებოდა ხოლმე იგივე ჯარის მხარდაჭერით, იქნებოდა ეს ინვესტიციების მოზიდვაში მხარდაჭერით, პირდაპირ დახმარებებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ამას ჩვენ ჩინეთისგან ვერ ვხედავთ და ვერც დავინახავთ. საქმეც მაგაშია. რო ვხედავდეთ ამას, კიდე სხვანაირად შეიძლებოდა საუბრის აწყობა, იმიტომ რომ პროპაგანდა ბევრს ლაპარაკობს დღეს, რომ ჩინეთის ალტერნატივაზე ამერიკის მიმართ, რომ ისინი თუ წავლენ ჩინეთი შემოვა და ასე შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ ჩინეთი ჩვენ ვერ მოგცემს იმას, რაც დასავლეთში შეუძლია მოგცეს. ალბათ არ აქვს მაგის რესურსი და არ უნდა მაგის დახარჯვა და მაგის გარისკვა და მეორე მხრივ თუ დასავლეთმა არ მოგცა, მაშინ ამ ვარდებით აი ამ პროექტებიდან და ამ ჯაჭვიდან მთლიანობაში, ეს ახლა ნელა ალბათ გადავალთ, ხო, ამ შუა კორიდორის ნაწილში და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი გეოპოლიტიკური სტრატეგიული ფუნქცია დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ანუ ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება შეერთებულ ურთიერთობა და დასავლეთთან ურთიერთობა, ვიდრე მათ უფრო მეტად. ესაა თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ გვჭირდებაო, მე აბსოლუტურად გეთანხმებით ამ თავით რო გეტყვით, მაგრამ მე კარგად არ მესმის ვინ ვართ ჩვენ. თუ მართებულად ვიქნები გაგებული. ჩვენ ქვეყანას სჭირდება. ამ ქვეყნის იმ საზოგადოებას, რომელიც ასე ხედავს, რომ შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის, ან საქართველოს დასავლური ინტეგრაციის გარეშე პრაქტიკულად მომავალი აღარ აქვს ამ ქვეყანას, ამ საზოგადოებას ესმის ეს ყველაფერი და სჭირდება კიდეც. მაგრამ მეორე მხრივ ამ საზოგადოების მართლელ ჯგუფს, რომელიც ეფექტურ კონტროლს ანხორციელებს ტერიტორიაზე, ეს მე ვხედავ, რომ ვერ ესმის, არ ესმის კარგად. ამიტომ ეს ნაცვალსახელი ჩვენ კარგად არ ვიცი ვის მიემართება. ჩვენ საზოგადოებას მე თქვენ და ჩვენ მსმენელებს ცხადია, ეს გვჭირდება, გვეხება და ასე შემდეგ, მაგრამ საჭეს ფლობს ერთი ჯგუფი, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინტერვიუს არც გაეცნო. კარაფანოსი და თუ გაეცნო, სათანადო ადეკვატური დასკვნები ვერ გამოიტანა. ამ სიტყვაზე ადეკვატურობა გამახსენდა. აი ბელარუსსაც კი
ჭყალებში აქებს კარაფარო. ცხადია, არ აქებს პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ ამბობს ამგვარ რამეს მაყურებელს შევახსენებ, რომ ბელარუსსაც კი ან სხვა ქვეყნებს ველაპარაკეთ და ისინი ამ სიტყვას არ ხმარობს, მაგრამ მაინც ადეკვატურები იყვნენ, აი კონკრეტულად მაგალითად პოლიტპატიმრებთან მიმართებაშიო. საქართველოს ხელისუფლებასთან პოლიტპატიმრებზე არ უსაუბრია შეერთებულ შტატებს, თუმცა რომ ისაუბროს, მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ადეკვატური იქნება საქართველოს ხელისუფლება განსხვავებით თვით ლუკაშენკოსგანაც კი. აი შენი პასუხი მოკლე და მე უკვე გადავიდეთ შუადერეფრის საკითხზე თუ არ შეწუხდები. უბრალოდ მე იმის თქვა მინდა, რომ მე პირადად გონია ყოველ შემთხვევაში, რომ შეერთებულ შტატებმა პოლიტპატიმრებზე ისაუბრა. ისაუბრა ბოდიში? ამერიკამ ისაუბრა პოლიტიკურ პატიმრებზე ქართულ ოცნებასთან, თუმცა მიიღო უარი. მეორე მხრივ პირდაპირ იყო ლაპარაკი, ისაუბრა ასევე პოლიტიკურ პარტიებზე და ჯერჯერობით პასუხი არის ბუნდოვანი და ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები აი ამ პარლამენტიდან, როცა იყო საუბარი, რომ მე მგონი მათ შორის კობახიძემაც თქვა, რომ პარტიებს აკრძალავთ თუ არა, ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი და ხო, სუვერენული სასამართლომ უნდა თქვას და არა გარედან უნდა იქნას ნაკარნახევი, ხო? ეს არის პასუხი. ანუ გამოდის, რომ მართლაც ლუკაშენკოს ტიპაჟი უფრო მეტად ღირს ურთიერთობად ამ მიმართულებებით, ვიდრე რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ საქართველოში. და ამას რომ დავამატოთ კიდე, საქმე კიდე იმას ეხება, რომ ეს არ გამომდინარეობს, ესე ვთქვათ, ანუ ესენი ხო არ ხედავენ მაინც და მაინც აი იდეალებიდან და დემოკრატიული ღირებულებებიდან. მაგრამ ამის მიუხედავად მაინც მათ აქვს დარჩენილი, ანუ დიდწილად ტყია და ნაწილობრივ აქვს ეს მიდგომა აი ამ სტრატეგიულ ინტერესებთან და საჭიროებებთან ერთად. შესაბამისად, ძალიან სამწუხარო არის, როცა ისეთი ტიპის რეჟიმები, როგორიც ბელარუსია, უფრო მეტად ხა სერბეთზე იყო საუბარი. მე როცა შტატებში ვხვდები ხოლმე, იქ სერბები მუშაობენ ძალიან აქტიურად და იქ ამერიკასთან თანამშრომლობით იტალია, რაღაც ბალკანეთი, ამ შუა კორიდორთან მიბმაზე ალაპარაკი და ეს ამერიკის ინტერესი არის და სერბები ეთანამშრომლებოდნენ და ეთანამშრომლებიან როგორც რუსებს და ჩინელებს, მაგრამ ამერიკა როცა დასვა საკითხი, რომ კაი, მათთანაც ითანამშრომლობენ, მაგრამ ეხა ჩვენც ვითანამშრომლობთ, დამერწმუნეთ თავგადაკლული მუშაობენ. ეხა იგივე ელჩი, ვინც არის სერბეთის ელჩი შეერთებულ შტატებში, იმდენად საინტერესო პიროვნება არის, რომ ეს სერბეთის ელჩი ატარებს ისეთ ივენთებს, რომელსაც ქართველი სტუდენტები ესწრებიან, რომ ამ ქართველ ბავშვებს იმის უფუნება არ აქვთ, რომ საქართველოს საელჩოს გაკეთებულ ივენთებს დაესწრონ. არაფერი საინტერესო არ არის იქ და ესწრებიან სერბეთის საელჩოს მოწყობილ ივენთებზე. ნუ ესეთი რაღაცები ხდება. და შესაბამისად ამაზე მიუთითებს ეს ყველაფერი, რომ მუშაობის პროცესი მიდის, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ აი ამ შემთხვევაში. და ეს თავისთავად ხადია ძალიან ნეგატიურად დაიწყება. მე ერთი და მეუცნაურა ეს ხვაგანაც შემხვდა მე ეს გზავნილი შეერთებული შტატებიდან, ხო, ვაშინგტონიდან, რომ პოლიტიკური ოპოზიციაც არ არის კონსოლიდირებული, არ ასხივებს გამარჯვებას, არ არის ერთიანი სულისკვეთებით, ალტერნატივას ვერ გვთავაზობს პროექტებს. თითქოს ყველაფერი სწორია. თითქოს და ნამდვილად სწორია, მაგრამ მეორე მხრივ ამ პოლიტიკურ ოპოზიციის გასამართლებლად ვიტყვი. ადვოკატობას დავიწყებ ამ ოპოზიციისა. ამ პოლიტიკური ოპოზიციის ბარე 10 თუ მეტი არა ლიდერი საპატიმროშია ამ რეჟიმის პირობებში. როგორ უნდა ყოფილიყო ეს პოლიტიკური ოპოზიცია, ისეთი რომ მოესწონებოდა ვაშინგტონს ან რაღაც ალგეულ პირებს ვაშინგტონიდან. ეს ერთის მხრივ. კანონებია უკვე მიღებულები რაც არის, იმას გულისხმობ, რომელიც ზღუდავს ამ პოლიტიკურ ოპოზიციას და პოლიტიკურ საქმიანობას, პოლიტიკას აუქმებს. ბიზინა ივანიშვილი მეთქი, ამას თუ ვიყვი გასაკვირი არც ეს იქნება. და კიდევ რაც თავარია, პოლიტიკურ ოპოზიციას აქაც გამოჩნდა თითქოს რომ სთხოვენ მეტ ჩართულობას მართლობაში, მაგრამ ჩართულობას მართლობაში ვერ ახერხებს და ვერც მოახერხებს, რომ აღიაროს არჩევნების შედეგები ოპოზიცია, თუ ხელისუფლების პარტია მას არ მიუშვებს. უფრო მეტი აქცენტი ხომ არ არის გაკეთებული, ესეც საინტერესო ასპექტია, მომავალზე და არა წარსულზე. ოკეი, წარსულში რაც იყო, არც წანით არ აღიარეთ არჩევნები. მაგრამ მომავალში თუ არჩევნები როგორც ასეთი შედგება, ეს
კარაფანოს ვერ გავაგებინებთ, ამას ჩვენ შეიძლება არ შედგეს ამ ქვეყანაში ნორმალური არჩევნები, არც არასოდეს ივანიშვილის ხელში, მაგრამ კარგი, თუ შედგება არჩევნები, ამ შემთხვევაში პოლიტიკური ოპოზიცია ვიც იქნება იმ მომენტისთვის, ანუ ვინც დამარცხდება, მაგრამ ოპოზიციად დარჩება, უნდა იყოს მეტად ადეკვატური. აი, იქნება და უფრო მომავალზე საუბრობს კარაფანო და არა წარსულზე. ჩემი აზრით საუბრობს მომავალზეც და წარსულზეც და მას პირადად საუბარშიც ჩემთვის არაერთხელ უთქვამს, რომ საქართველოს პოლიტიკურად ერთ-ერთი ყველაზე გავერანებული სახელმწიფოა მსოფლიოში და ეს მისი აზრი არის, ხა მე შეიძლება ვეთანხმებოდე ან არ ვეთანხმებოდე, ეს მათ შორის ოპოზიციის დამსახურებაც არისო და ალბათ ამის ესე ვთქვათ არგუმენტაცია ის არის, რომ აი სწორედ ის, რომ ამდენი ხალხი ციხეშია და ასეთი დონის რეპრესიები მიმდინარეობს, ალბათ სწორედ ის უნდა გახდეს იმის წინაპირობა, რომ ესეთი სახის კონფლიქტებთან არ გქონდეს საქმე, როგორც დღეს გვაქვს და ესეთი სახის ფრაგმენტაციასთან, როგორც დღეს გვაქვს. ძალიან მომაბეზრებელი არის, ხა ჩემთვის პირადად, როდესაც მე როგორც საქართველოს მოქალაქე ვხედავ თუ რა ხდება ამ პარტიებში შიგნითაც და ერთმანეთს შორისაც ოპოზიციურ პარტიებს გულისხმობ და ახლა წარმოიდგინეთ ამერიკელი ექსპერტი და რაღაც ანალიტიკური ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელსაც ერთის მხრივ ქართველებისგან მოსდის თხოვნები, რომ აი რაღაცა იქნება რაღაცა გვიშველო, რაღაც დაგვეხმარო და მეორეს მხრივ ხედავ, რომ რაღაც არანაირად ეს ხალხი შიგნით ვერ მოგვარებულა და ვერ დალაგებულა ერთმანეთთან. შესაბამისად, მე რაღაც დონეზე მესმის ეს, არ ვიცი, შეიძლება ძალიან კრიტიკული ვარ ამ ოპოზიციის მიმართ, მაგრამ მე რაღაც დონეზე ყოველ შემთხვევაში მესმის ეს იმედგაცრუება, რაც არის წარმოშობილი მათ პოზიციებში. მომავალს რაც შეეხება, აი იგივე სახელმწიფო დეპარტამენტს რომ დაუბრუნდეთ ჩვენ, ხო? იქიდან ასევე არის გზავნილები არაერთი მიმართულებით, რომ თქვენი ინსტიტუტებიდან უნდა დასვათ პრობლემები და ჩვენთან არ უნდა მოხვიდეთ ამ პრობლემებზე სასაუბრად. ანუ პირველ რიგში თქვენ უნდა დასვათ ეს პრობლემები ქართული ხალხის წინაშე და ჩვენ მერე ვთხოვოთ რეაგირება აი ამ პრობლემებთან დაკავშირებით. ანუ მარტივად რო ვილაპარაკოთ, თქვენი ქვეყანა, თქვენი მისახედია. მერე მივიღებთ ჩვენ გადაწყვეტილებას, რა დონეზე იქნება ჩვენი ჩართულობა. მაგრამ კარაფანო საერთოდ იმგვარად წარმოაჩენს, რომ ჩართულობა მკვეთრი არც იქნება. საბოლოო ჯამში ჩვენ წყვეთ რა ჩვენ ბედს ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ არ გამოიხსნიან დისიდენტებს. ანუ ძალიან მარტივად რო ვილაპარაკოთ და ცოტა დამამშვიდოთ ქართული ოცნება, აქ მადუროს სცენარი ან ირანის სცენარი არ განმეორდება და არ მოხდება მარტივად რო ვილაპარაკოთ და ჩვენ მოგვანდობენ ჩვენი ბედის გადაწყვეტას. ესეც უნდა ვთქვათ, ამ თვალსაჩინო შეუძლია დამშვიდდეს უშუალოდ ივანიშვილს შეუძლია დამშვიდება. კარგი, შუა დერეფანზე ვილაპარაკოთ. აი შუა დერეფანი რამდენად მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისათვის და საქართველოს რამდენად არის უკვე ამოვარდნილი ამ ფერხულიდან, რომელიც ახლა ყალიბდება, განსაკუთრებით ჩრდილოეთ დერეფნის პრაქტიკულად გააუქმების გათვალისწინებით. კი ბატონო, ჩემი აზრით ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები და ალბათ შეიძლება ითქვას წარმატებული პროექტად უნდა განიხილებოდეს შუა დერეფანი, იმის გათვალისწინებით, რომ მართალია წლების განმავლობაში ცენტრალური აზიის სახელმწიფოების გარკვეული თანამშრომლობები ჰქონდათ ამერიკასთან, მაგრამ ბოლო 2 წელიწადში ეს თანამშრომლობები ძალიან გააქტიურდა. ამის დასტური არის იგივე ტრამპის მიერ მოწვევა უშუალოდ ამ ლიდერებისა და ამასთან ერთად სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ჩართულობა აი ამ სახელმწიფოების, გულისხმობ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს, მათთან შეხვედრები, მათთან მოლაპარაკებები და დასასახი მიზნები, რაც განხილული არის ხოლმე, მათ შორის ამ თვეში 10 ივნისს ჩატარდა ვაშინგტონში ტრანსკასპიური ფორუმი, სადაც ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო ამ ყველაფერს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ცენტრალური აზია ბილ კლინტონის ადმინისტრაციის შემდეგ დადგა ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ და მაშინ საქართველოს შევარდნაძის დროს ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოიყენა. გამოიყენა მართალია რუსეთის დასუსტების პროცესში, მაგრამ ნუ ეხა რუსეთი ძლიერების პიკში მე მგონი რაც დღეს არ იმყოფება, ამაში დაგვეთანხმონ. და
რაღაცნაირად გამოვიდა ისე, რომ ჩვენ დღეს გვაქვს ეს ნავთობსადენები და მილსადენები, რომლებიც მეშვეობითაც კიდევ ვამბობთ, რომ აი რელევანტურები ვართ, ჩვენ დღემდე რელევანტურები ვართ ამერიკის შეერთებული შტატების და აი ამ მათ შორის ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისთვის. ასე რომ ბილ კლინტონის ადმინისტრაციის შემდეგ ეს პირველი 25 წელი გავიდა და კიდევ უფრო მეტი მე მგონი, როდესაც კიდევ ერთხელ დადგა აი ეს ცენტრალური აზიის და კავკასიის საკითხი და ეს იმდენად გააქტიურებულია დღეს მდგომარეობის და გასაოცარი არის მართლაც აი რომ ავიღოთ ჩვენ სენატორ სტივ დეინსის მოსაზრება, რომელმაც ეს წარმოთქვა აი ამ ივნისში, როგორც მე გითხარით წეგან ამ ტრანსკასპიურ ფორუმზე, ის აი ამ კავკასიის და ცენტრალური აზიის საკითხებს უყურებს ძალიან ფუნდამენტურად და მას შემოაქვს აი ეს სახელმწიფო მდივანი არის ყოველკაცურად უშუალობის მრჩევლის ზბიგნევ ბჟეზინსკის მოსაზრება, რომ ცენტრალური აზია ეს არის დიდი კასრი, რომელსაც თავი შეგვიძლია მოხადოთ აზერბაიჯანის მეშვეობით. და ეს ყველაფერი უკვე მოცემულობაა ასეთი დღის მდგომარეობით, რომ აზერბაიჯანი არის გასაღები და ეს გასაგებია, მაგრამ ეს ყველაფერი რომ დაკავშირდეს ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან, უნდა გაიაროს საქართველოზე. უკვე არსებობს ეს მილსადენები. ბოდიში, არა, უკვე ესე იგი კი უნდა გაკავშირდეს, უნდა გაიაროს საქართველოსთან, მაგრამ ყარაფანოსაც აქვს ეს გიორგი, ყარაფანოსაც აქვს ეს ერთგვარი მინიშნება, რომ კალთებს არ დაგახევთ, თუ თქვენ არ იქნებით ადეკვატურები, აი ესე შეგვიძლია მოვთარგმნოთ და ალტერნატიულ გზებს ვიპოვით. ამ შემთხვევაში გასაგებია რა პროექტებიც უკვე განხორციელებულია შუა დერეფნის კონტექსტში, საქართველოზე გამავალი პროექტები, მაგრამ ალტერნატივა კი არა, ჩამნაცვლებელი ხომ არ შეიძლება იყოს ჩვენი არაადეკვატურობის შემთხვევაში, სწორედაც რომ ტრიპი და ტრიპზე ბარემ გითხავ, რამდენად რეალისტურია ტრიპი როგორც ასეთი, იმის გათვალისწინებით, რაც კიდევ უფრო სამხრეთით ირანში ხდება თუ მოხდა, იმიტომ რომ იქ კვანძი თან გაიხსნა და თან არა, ასე შეგვიძლია ვთქვათ. მოლოდინები ცოტა უფრო სხვაგვარი იყო. აი, მოლოდინი იყო რეჟიმ ჩეინჯი მთლიანად და არა მხოლოდ ალი ხამინეის ლიკვიდაციის მოლოდინი და აი ეს კი ვერ მოხდა ხოსხოში მოცემულ ეტაპზე და აი ტრიპი რამდენად რეალისტურია, არაადეკვატური მაინც ირანის გათვალისწინებით. მე მოვისმინე მოსაზრებები ტრიპთან დაკავშირებით თითქოს და აი რახან ესეთი ზავი დაიდო და ესეთი მოლაპარაკებები მიმდინარეობს შეერდადებულა ეს ზავი, მაგრამ ეს მემორანდუმი და ეს რაც მიმდინარეობს ირანში, ვითომ ამიტომ ტრიპი აღარ იქნება და იმედმაც გააქარდა მე ეს ყველაფერი, ნუ ხა აღარ დავასახელებ ექსპერტის სახელს და გვარს, მაგრამ მე რო ვკითხოთ, ეს სრულიად საპირისპიროდ არის. რეალურად ამ პროცესმა დაგვანახა, რომ ირანის ესე მარტივად კონტროლი არ გამოვა. შესაბამისად, მის უახლოეს სამეზობლოში რაღაცა ბერკეტი და ხელმისაწვდომობა უნდა გქონდეს და ტრიპის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს ზუსტად ირანის საზღვართან. ეს დერეფანი, რაც სომხეთის რაც ისაზღვრება, ხო, ირანს. ზუსტად ირანის საზღვარია და შემთხვევითი არა, როცა ამერიკელებმა 150 მილიონი ერთ წელში გადარიცხეს, მასაკრეს გამოყვეს აი ამ ყველაფერზე სამუშაოდ. შესაბამისად, ტრიპის მომავალი ჩემი აზრით გასაგებია და მგონია, რომ ეს წინ წავა ეს პროცესი და ეს რა თქმა უნდა ალტერნატივაა საქართველოსთვის. თუ სომხეთი შეძლებს, რომ როგორც სარკინიგზო, ისე საგზაო დაგსელვა მოახერხოს, რა თქმა უნდა, საქართველოში გამავალ ალტერნატივა თუ არა, მე ცოტა სხვა ფორმულირებით გითხეთ, გიორგი. ალტერნატივა თუ ჩამნაცვლებელია საქართველოს არაადეკვატურობის შემთხვევაში. იმიტომ რომ შეიძლება ამ ბოთლის თავს ხო აზერბაიჯანიდან ორ განშტოებაზე ვილაპარაკოთ. ცენტრალური აზია, აზერბაიჯანი და ორი განშტოება, თითები შეგრებულად გავაკეთე ასე, ერთი უხეშად უფრო სამხრეთით სომხეთის ტრიპის მიმართულებით და მეორე ტრადიციული მარშრუტი დავარქვათ ჩვენზე გამავალი, მით უფრო შავი ზღვის ქვეყანა ხარ შენ და იქ კიდე მაინც ოდნავ შემოვლითი გზის სახმელეთო გზის გაკეთება სჭირდება დასავლეთს და კონკრეტულად შეერთებულ შტატებს. ჩამნაცვლებელი ხომ არ იქნება? აი უშუალოდ ტრანსპორტირებას რაც შეეხება და გადაზიდვებს შესაძლებელია და დიდი შანსია რომ იყოს სწორედ ჩამნაცვლებელი, იმიტომ რომ
ეს კარაფანოს ინტერვიუში მოვისმინეთ ჩვენ და მე მგონი დიდი ინტერვიუები აჭირდება ამას, რომ აბსოლუტურად ნული არის ინფრასტრუქტურული მზაობა დღეის მდგომარეობით საქართველოში, რომ აწიოს ის სარკინიგზო და საგზაო გამოწვევა, რაც ცენტრალური აზიის ტვირთებს სჭირდება. და ჩვენ როცა ვლაპარაკობთ შეერთებულ შტატებსა და ევროპაზე, არ დაგვაუწყდეს ერთი რაღაცა, რომ მათ შორის ეს რიკოთის ეს მაგისტრალი, რაც ახლა ძლივს დამთავრდა და ნაწილი კიდეც მთავრებელია ბათუმის მიმართულებაზე, ლამის ნახევარი აი ამ გზის არის ერთი მხრივ ევროკავშირის დაფინანსებული, მეორე მხრივ ევროპის და ევროპის განვითარების ბანკის დაფინანსებული და მესამე მხრივ აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებული, სადაც ასევე ამერიკული და ევროპული შენატანები არის ყველაზე მაღალი. თუმცა ჩინელების მიერ აშენებული. ანუ ეს კიდევ უფრო უარესი მომენტია და რას გულისხმობ? გაუცილებლად სწორედ ამაში არის ჩემი აზრით ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი საკმაოდ დადებითი, ესე ვთქვათ, მომენტი ჩვენს რეგიონთან დაკავშირებით, როდესაც ისინი არა ამ რაღაც მწვანე ენერგიებზე და უტოპიურ ენერგოპოლიტიკაზე ლაპარაკობენ, არამედ საუბრობენ აი ამ ნავთობის, გაზის და მათ შორის სხვა მინერალების საკითხებზე. რაც ჩვენი რეგიონის, ესე ვთქვათ, გააქტიურებისთვის გადამწყვეტი შეიძლება იყოს. და როცა საუბარია, აი წერამე რაც ვახსენე ტრანსკასპიური ფორუმი, ამ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა სენატორი სტივ დეინსი, რომელმაც სწორედ ბჟეჟინსკი ახსენა, რომელმაც თავის დროზე თქვა, რომ ცენტრალური აზია ეს არის დიდი რესურსების კასრი, ხოლო აზერბაიჯანით შეიძლება ეს გამოთავისუფლდეს თუ საცობს მოვაზრობთ, რომელიც არის აზერბაიჯანის ანალოგია ბჟეჟინსკის აზრით. შესაბამისად, აზერბაიჯანს როცა ეხება საქმე, საბედნიეროდ წინა ასწავლების განმავლობაში საქართველოს და აზერბაიჯანს შორის მნიშვნელოვანი ურთიერთობა და პარტნიორობები არის ჩამოყალიბებული, რაც არის მათ შორის აი იგივე ნავთობსადენების დამსახურება, რაც ედუარდ შევარდნაძის ჩართულობით მოხდა. შესაბამისად, ამას ალბათ გაგრძელება ექნება. იმიტომ რომ არსებითად ჩუა დერეფრის ტრადიციულ მარშრუტს უკვე განხორციელებულ პროექტებში თუ სწორად მესმის ეს არის ბაქო ერზერუმი, ეს არის ბაქო ჯეიხანი, ანუ შახტერიზი და ბაქო ჯეიხანი, მოდი ასე ვიტყვი, მაგრამ ახალი პროექტები ეს ხო ყველაფერი განვითარებადი. აი ტრიპის პროექტზეც ვილაპარაკეთ ჩვენ და კიდევ უფრო მეტად უნდა ვილაპარაკოთ. ხო, ტრიპი რამდენად არის ჩამნაცვლებელი იმ ტრადიციული მარშრუტისა, რომელიც ცნობილი იყო აქამდე, რომელიც იყო უალტერნატივო. მაგრამ როგორც კი მოგვარდა სომხეთ-აზერბაიჯანის პრობლემა, ურთიერთობები მოგვარების სტადიაშია ახლა და შეერთებული შტატების ჩართულობა მოხდა ამ პროცესში, უკვე ტრიპი კიდევ უფრო სამხრეთით გამავალი დერეფანი უალტერნატივო კი არა, ჩვენი ალტერნატივა იქცა და აი ალტერნატივაზეც ვილაპარაკოთ, მაგრამ ჩამნაცვლებელი რამდენად შეიძლება იყოს არაადეკვატურობის შემთხვევაში საქართველოსი და საქართველოს მმართველებისა. კანონიერები არიან ისინი თუ კანონოები ამისგან დამოუკიდებლად. ჩვენ არ უნდა დაგვეუწყდეს, რომ საქართველოზე არსებული შუადერეფნის კვანძები ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ეს ენერგოგზები. პირველ რიგში, იმიტომ რომ არსებითად სატრანსპორტო გზები, იქნება სარკინიგზო თუ სახმელეთო, არანაირი კონკურენტულობას არ უძლებს და ვერანაირ გამოწვევას ვერ ხვდება, განსაკუთრებით მაშინ თუ კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება ეს ცენტრალური აზიის საკითხები. შესაბამისად, თუ საქართველოს და ამერიკის ურთიერთობები არ განვითარდა და რაღაცნაირად არ დაუბრუნდა რაღაც საწყის მაინც, ხო, რაც იყო თქვა 10 წლის წინ. ეს გახდება კიდევ უფრო შეუძლებელი, იმიტომ რომ აი როცა საუბარია ჩინეთზე, აი წერამე ვახსენეთ, ჩინეთი ქორივით უყურებს, ხო? ანუ არსებითად მას ნაბიჯი არ გადაუდგამს. ჩინური კომპანიები აშენებენ იმ გზებს, რომლებშიც ფულს დებენ ევროკავშირი, ფულს დებენ EBRD, ფულს დებენ აზიის განვითარების ბანკი და როცა ჩვენ ვსაუბრობთ ამ მათ შორის აზიის განვითარების ბანკზე, იმავე აზიის განვითარების ბანკშიც წილები უფრო დიდი არის ამერიკის და ევროკავშირის სახელმწიფოების, ვიდრე აზიის სახელმწიფოების. შესაბამისად, მათი მონაწილეობა არის გადამწყვეტი საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის და თუ ეს ასე არ მოხდა, რა თქმა უნდა, ჩვენ
როგორც რეგიონულად ჩამორჩენილი სახელმწიფო ვიქნებით, ისე ვერ აუწყობთ ფეხს აი ამ ჩვენს გარემოში და ჩვენს სამეზობლოში განვითარებულ მოვლენებს. თავად ტრიპი რამდენად მე წამიკითხავს და გარკვეულზე მაღალი ალბათობით შენს გაცნობი ხარ ამგვარ მოსაზრებას, რომ იმის გათვალისწინებით რაც ხდება ირანში, რომ ეს პრობლემა ირანისა ბოლომდე ვერ აღმოიფხვრა, ტრიპის კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს. აქ არ ვლაპარაკობ ორმუზის სრუტეზე, რომელიც კიდე ცალკე სალაპარაკოა და ამ გადაცემაში ალბათ ვერ მოვახერხებთ და ვერ მოვასწრებთ. ხო, ამაზე საუბარს. მაგრამ აი თითქოს მელოდინები იყო, რომ რეჟიმ ჩეინჯი მოხდებოდა. არა და რეჟიმ ჩეინჯი არ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ არა მხოლოდ ალი ხამინეი, არამედ დიდი ნაწილი სამხედრო პოლიტიკური ელიტისა განადგურებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანისა, მაგრამ ერთგვარად შეიძლება შევადაროთ ირანი და კიდევ უფრო სხვა ინტერპრეტაციაც შეგვიძლია მივცეთ ვენესუელას. იქ როდრიგესის მთავრობა კიდე ადეკვატურია და აი ახალი მთავრობა, ახალი კი არა, არსებული მთავრობა, ხელმძღვანელობა, პრეზიდენტი პაზეშკიანი და სხვები, თვათ ადეკვატურები არიან, მეთქი ამას ვერ ვიტყვი, უბრალოდ შეიძლება იყვნენ, თუ გაფორმდება საბოლოო შეთანხმება, ახლა მაინც მემორანდუმის დონეზეა დარჩენილი და ისიც თქვენ რომ მოლაპარაკებებია და ისიც რომ ბირთვულ პროგრამაზეა მაყურებელს მიმართავ, პირველ ყოვლისა ბირთვულ პროგრამაზეა, გამდიდრებაზე, გადასცემს თუ არა ამ ტვერს საბოლოო ჯამში და ეს დიდი პროცესია და არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ ისევ კონვენციური ომი დაიწყოს, მაგრამ ტრიპი რამდენად უსაფრთხოა, რამდენად გამოვა ტრიპი იმის გათვალისწინებით, რომ ირანში ასეთი დაძაბული ვითარება ირანის გარშემო. დიახ, როგორც უკვე ჩვენ შეგვხვდა გარკვეული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ ირანთან არსებული ასეთი ვითარება ამერიკის შეერთებული შტატების შემდგომში ხელს შეუშლის ტრიპის განვითარებას, მე პირადად ამას არ ვეთანხმები და უფრო პირიქით ვიტყოდი, იმიტომ რომ ამერიკამ რადგანაც ამოხსნა ვერ მოუძებნა ჯერჯერობით ამ ირანის საკითხს და დარჩა მისთვის დიდ გამოწვევად იმ მიმართულებით, რომ აი მაგალითად ვენესუელაში არსებული შედეგი რაც დადგა მადუროს გატაცების შემდეგ, მსგავს შედეგს ნამდვილად ვერ ვხედავთ ჩვენ ირანში და თუ ვენესუელაში შევიდნენ შერონი და ექსონი და იქ საუბარია ნავთობის მოპოვებაზე ამერიკული კომპანიების მიერ, პირიქით თხოვს 300 მილიარდით გადახდას ირანი, კი ბატონო. აქ ძალიან განსხვავებული სურათი გვაქვს. აქედან გამომდინარე, რამდენადაც ირანი ჯერ კიდევ არაპროგნოზირებადია და როგორც უკვე აღნიშნეთ, არაა გამორიცხული კიდევ დაშინდეს ომის გააქტიურება, ეს ტრიპს კიდევ უფრო მეტ ესე ვთქვათ, ფუნქციას აძლევს, იმიტომ რომ ტრიპი არის ერთგვარად ირანთან სიახლოვეში ყოფნის საშუალება. ჩვენ დავაკვირდებით აი ამ ზანგეზურს დავარქმევთ თუ სიუნიკის დერეფანს, ის უშუალოდ ესაზღვრება ირანს, რაც აი ამ ყველაფრის მაკონტროლებელ სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში შეერთებულ შტატებს, რომელმაც 150 მილიონი უკვე გაიღო, ხო, ერთი წლის განმავლობაში ამ პროექტის განსავითარებლად, ერთგვარად ბერკეტს აძლევს ირანთან რაღაცნაირად სხვადასხვა მიმართულებებით ეხლა გარდა ამისა, ალბათ ეს მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ რაკურსია, რომ ეს პრეზიდენტ ტრამპის პირადი რეპუტაციის საკითხიც არის, იმიტომ რომ მე მესმის, რომ ის ამბობს, რომ 8 თუ 9 კონფლიქტი დავასრულეო და შეგვიძლია აქ ვიკაბათოთ 8 დაასრულა თუ 5, ხო? შეგვიძლია მივედავოთ და ვთქვათ, რომ პაკისტანი ინდოეთის კონფლიქტი პირობითად ხო ბოლომდე გასრულებული არ არის. და მე-9 კონფლიქტზე რატომ მელაპარაკები რუსეთზე და უკრაინაზე, როცა ამე პაკისტანი ინდოეთის ვერ მოგდი, მაგრამ რაც მართლა დასრულდა და წარმატების რაც კარგი თვალსაჩინოება, რა დასწროებას რომ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებია, რომელიც მე თავისუფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ ჯერ კიდევ წინა ადმინისტრაციის კონკრეტულად სახელმწიფო მდივან ბლინკენის დროს დაიწყო, მაგრამ ბლინკენმა გააკეთა საქმის უხეშად 15 და დანარჩენი 85% გააკეთა რასაკვირველია დღევანდელმა ადმინისტრაციამ და კიდე დასამთავრებელია იქ. მთავარი საკითხი მოსაგვარებელია, მათ შორის ერთმანეთის საზღვრების ცნობის თაობაზე, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ. ერთი კითხვა ბარემ ტრიპთან, ოღონდ ტრიპის უსაფრთხოების კომპონენტთან მიმართებაში. სწორედ იმის გამო, რომ ეს ირანის ჩრდილოეთზე და შესაბამისად სომხეთის სამხრეთის საზღვარზე გადის ეს რამდენიმე ათეული კილომეტრია მაყურებელს რომ უთხრათ ეს მონაკვეთი კონკრეტულად. მითხარი, უსაფრთხოების კომპონენტი ხო არ იქნება გამოყენებული კი არა ჩართული ამ პროცესში ამერიკელების მიერ. გამოყენებული ამერიკელების მიერ, იმიტომ რომ მაინც
ეთქებათ საშიში. აი რუსეთს რომ არე რუსეთს და არა მხოლოდ რუსეთს, მაგრამ რუსეთს რომ არევა უნდა იმ გეოგრაფიულ სიმსწრეზე გაივლის ეს ტრიპის სამარშრუტო კვანძები, ასე ვიტყვის, გადაზიდვების კვანძები. ყველა შემთხვევაში, რა თქმა უნდა. მე არ გონია, რომ შეერთებული შტატები თავის როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ კაპიტალს მხოლოდ გარკვეული სავაჭრო ურთიერთობებისთვის ხარჯავს დღეის მდგომარეობით, განსაკუთრებით ამ რეგიონში და განსაკუთრებით მათ შორის საქმე ეხება ირანს და რუსეთს და ირანის და რუსეთის ერთგვარად დამაკავშირებელ რეგიონს და სულ რომ არაფერი მარტივად რუკას რომ დავხედოთ, ჩანს რომ სწორედ ამ სომხეთის მეშვეობით შესაძლებელია ამ ორ სახელმწიფოს შორის კავშირის გაწყვეტა, რასაც ჩვენ ვხედავთ, რომ 10 წლების განმავლობაში ეს კავშირი არსებობს. ამიტომ ახლა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რა თქმა უნდა, ეს განგრძობადი კავშირი ამ ორ მოწინააღმდეგეს შორის პრინციპში ეს მიუღებელი არის და თავისთავად ცხადია, რუბიოს და ვენსის ვიზიტი სომხეთში ეს ბოლო 3 თვის განმავლობაში ვიცე-პრეზიდენტი და რა ქვია, სახელმწიფო მდივანი რომელ ქვეყანაში ჩასულან, ბევრი ქვეყანა არ გვახსენდება, მე მგონი, ერთი უნგრეთი გამახსენდა ამ წამს ორბანიდან გამომდინარე, ეს უყვარდათ ძალიან ეს ორბანი მოგვეხსენება და სხვა ქვეყანა არ მახსენდება ჯერჯერობით მსგავსი, სადაც ესე მე მგონი არა იმდენად, მოდი ასე ვიტყვით, თქვენი სტებართვით და რეპლიკის დონეზე დავტოვოთ, მე მგონი არა იმდენად ტრამპს რამდენადაც ვენს უფრო უყვარდა ორბანი და ტრამპის იძულებული იყო რომ შეყვარებოდა ორბანი, თუმცა დამარცხდა ორბანი და აღარ გავაგრძელოთ მასზე საუბარი. კი ბატონო, ასე რომ რა თქმა უნდა ეს უსაფრთხოების კომპონენტი აქ ყველა შემთხვევაში არის და ეს აქტიურობა ზუსტად მაგისი გამოვლინება უნდა იყოს. ერთი კითხვაც, რომელიც უშუალოდ კარაფანოს ინტერვიუს ეხება კიდევ ერთხელ. ანუ რა გამოდის, გიორგი, რომ თეორიულად შეიძლება რუსეთი დარჩეს ამ რეგიონში საქართველოს სახით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებით და ამერიკისთვის ეს პრინციპში მაინც მისაღები იქნება. ან მოდი სხვაგვარად, ნაცრისფერ ზონად შეიძლება დარჩეს საქართველოს თუ ის ადეკვატური არ იქნება. ეს ერთი და მეორე ქვეკითხვაც. როგორ უნდა იყოს, ან სხვაგვარად, რა ბერკეტები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დღევანდელი თუნდაც უკანონო ადეკვატური გახადოს. აქვს კი რამე ბერკეტები, თუ მხოლოდ მასზე საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, ან მისი ადეკვატურობა და ასე შემდეგ. თუ ბაიდენის ადმინისტრაციაზე აქაც არის ლაპარაკი ამ ინტერვიუში, მისი ბრალი იყო, ის უწყობდა ხელს საქართველოს ხელისუფლების იზოლაციას, რაღაც მის კუთხეში მიმწყდებას და ასე შემდეგ. მე ჩართულობას თითქოს თავაზობს შეერთებული შტატები, მაგრამ თუ ადეკვატური არ არის ეს ხელისუფლება, როგორ ხარ უნდა ჩაერთოს. და ბერკეტები აქვს თუ არა რამე ვაშინგტონს თბილისზე. რა თქმა უნდა, ბერკეტები საკმაოდ დიდი ჩამონათვალია ჩემს ბერკეტებისა, რომ აღარაფერი ვთქვათ ახლა სანქციებზე და ასე შემდეგ. ძალიან მარტივი რამე, რასაც სანქციების სულაც არ ჭირდება, ეს არის აღიარების საკითხი. ის რომ იგივე კარაფანო იძახის, რომ დღეის მდგომარეობით რაც ხდება ქვეყანაში, ეს ქართული ხალხისგან კი არ წყდება, არამედ სრულიად სხვა არაანგარიშვალდებული ხალხი წყვეტს ამ ყველაფერს. ეს ნიშნავს, რომ ისინი გულისხმობ ქართულ ოცნებას უახლოეს პერსპექტივაში აღიარებას ვერ მიიღებენ და თუ მე-20 საუკუნეშიც კი ბევრი სახელმწიფოსთვის აღიარება იყო მნიშვნელოვანი და აღიარებას ჰქონდა დატვირთვა, რა თქმა უნდა, ეს დღეის მდგომარეობით 2026 წელს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და სწორედ ამას უკავშირდება ეს 1000-ნაირი მიდგომა, რომ ეს ტრამპ-თაუერები და საიდან აღარ ხდება მიდგომა, რომ რაღაცნაირად ეს კომუნიკაცია შეერთებულ შტატებთან იქნას მიღწეული და იქნას წარმოჩენილი, რაც ყველაზე მთავარია, მათ შორის აი ამ ოცნების ამომრჩეველში. ასე რომ, რა თქმა უნდა, სულ ცოტა ის, რომ ამერიკა არ აღიარებს ამ პროცესს როგორც დემოკრატიულ პროცესს, ეს უკვე დიდი პრობლემა არის. და ძალიან საინტერესოდ შეუნიშნე მაგალითად, რომ როცა საუბარია პატიმრებზე, ძალიან საინტერესოდ ამბობს ეს კაცი, რომ აი რას იღებთ, აი ამ ხალხის სიღრმეში, რას იღებთ. და რეალურად რომ დავფიქრეთ, აი მართლა რა არის შედეგი ამ ყველაფრის, ხო? შედეგი არის ის, რომ ჩემი აზრით კიდევ უფრო საზოგადოება, ახლა იყო რაღაც
კონკრეტული სახელები, ვიზეც შესაძლებელია დიდი ნაწილი არ აღშფოთებულა საზოგადოების და ეს იყო მათი გართვლაც ჩემი აზრით თავიდან, მაგრამ დღეს უკვე ეს Facebook-ის ცენზურა, ეს რა ქვია, კარვის გაშლის გამო ჯარიმები, ტროტუარზე დგომის გამო ჯარიმები, ეს უკვე ადამიანებში აშკარა უკმაყოფილებას აღზრავს. თუ ამას ჩვენ დავამატებთ იგივე სამომხმარებლო კალათასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ასე რომ რას იღებენ მართლაც? ეს საბოლოო ჯამში მე მგონია რომ მათთვისაც არ მიიღება მეორე მხრივ მე რო ვაპირდები რას ამბობს ივანიშვილი და ივანიშვილის ხელისუფლება, ქართული ოცნების ხელისუფლება, რომ მე მინდა აღიარება, მე გეთანხმები რომ აი სადაც კი ამერიკელ ვინმეს დაინახავენ აი დღესაც რაღაც ფოტოში იყო რაღაც პრეზენტაცია და აი ამერიკელების მონაწილეობდნენ ამაში და ფოთის სპორტის განვითარებაზეა და ესენი სიხარული გაეშურებიან ხოლმე ფოთსა თუ ზუგდიდსა თუ ქუთაისსა თუ თელავში და ერთ ჩიკაგოს სონდალებს ვინმე ამერიკელი ამბობენ რომ აუ რა მაგარი აგი ამერიკასთან დავდამტით, მაგრამ მეორე მხრივ ეს ხომ არ არის რაღაცა ერთგვარი ფორმალობა თუ სწორი სიტყვა, რომ უკვე შემდგომ გადააბრალონ ამერიკის შეერთებულ შტატებს და უთხრათ რომ ბურთი შენს მოედანზე იყო, შენ არ დამეხმარე, მე არ მაღიარე და არ დამეხმარე და ახლა მე უკვე სრული უფლება მაქვს გეზი ავიღო ჩინეთისაკენ, რაც სასაკვირველია, საშუალო და გრძელვადიერ პერსპექტივაში ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება, რასაკვირველია, მაგრამ ამათი ამოცანა არის გადარჩენა. მეტი ამერიკა საქართველოში ან მეტი დასავლეთი საქართველოში შესანიშნავად ხდება თითოეული მათგანი ყველაზე უჩქუოს და ყველაზე ჭკვიანიც მათ შორის ქართულ ოცნებაში, რომ ეს ნიშნავს ჰორიზონტალურ სასტარტო პირობებს პოლიტიკური მოთამაშეებისთვის და შესაბამისად ქართული ოცნების დამარცხებას. ეს ხომ არ არის ფორმალობა, რომ უკვე შემდგომ სვაგეზი აიღონ, მიმართულება აიღონ ჩინეთისაკენ და თქვან რომ ევროპამაც გადაგვაგდო, აგი ამერიკაც ცუდია, ზაზა შათილიშვილი რასაც ამბობს პრინციპში, რასახსენებელია, მაგრამ მაინც ამერიკაც ცუდია და ესე ხო არ დავრჩებით ხალხო. წავალთ პეკინისაკენ თუ მოსკოვისაკენ. მე ერთ წინადადებას გავუსვამ ხაზს სწორედ ამ ინტერვიუდან, როდესაც კობახიძე ამბობს ხოლმე, რომ შემხედარი ნაბიჯები უნდა გადადგას შეერთებულმა შტატებმა ამ ურთიერთობების კონტექსტში. ჩემი აზრით ამ ინტერვიუში ძალიან კარგად დაუპირისპირა ჯეიმს კარაფანო, როცა თქვა, რომ ბურთი საქართველოს მოედანზეა. რეალურად ეს ასე არის. ამერიკის მხრიდან სურვილის დიდია და საქმითაც დადასტურებულია, რომ არსებობს თანამშრომლობის სურვილი. და თუ ამის სურვილი არსებობს უშუალოდ ქართული ოცნების მხრიდანაც, ეს უნდა გამოჩნდეს და რაც შეეხება იმას, საითკენ მიდის ეს ყველაფერი, ეს იქნება ჩინეთის გამოჩენა და გრძელვადიანი თუ შორეული პერსპექტივა. ჩემი აზრით იქითკენ მიდის, რომ რამდენადაც ჩინეთს არ სხილა ეხლა და რუსეთს საერთოდ იმისთვის, რომ აქ რაღაცნაირად სოციალური პრობლემები მოაგვაროს და ვინმე გადაარჩინოს, დასავლეთთან ზურგის ქცევა იწვევს საშინაო მდგომარეობის მნიშვნელოვნად არევას ოცნებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ფინანსური მარაგები წყდება, რაც ყოველდღიურობაში უკვე აისახება ადამიანების პრობლემებზე, იქნება ეს მომატებული ჯარიმები და ამ სამწუხაროდ ქართულ ხალხს სანამ თვითონ ყველას არ გადაახსენებენ ამ მომატებულ ჯარიმებს არსებდება, რომ ეს ქვეყანაში პრობლემებია, მაგრამ უკვე საქმე იქიდან მიდის, რომ ეს უკმაყოფილება უფრო და უფრო იმატებს და ისტორიული გამოცდილება არის, როცა ჯობია სასუნთქი გზა განსხვავებული აზრის მქონე ხალხს მისცე მაშინ, ვიდრე ხალხი ძალიან გაბრაზდება და შესაძლებელია რადიკალური ზომებისკენ დაიწყოს. შემთხვევაში ეს ისტორიული გამოცდილება ადეკვატური და რელევანტური, როცა ადეკვატურ მოთამაშესთან გაქვს საქმე. გიორგი, ბოლო კითხვა შენიშნებართვით. კონგრესში რო ქვედა პალატაში მიღებულია ეს ჩინეთის გავლენების აქტი. განუმარტე მაყურებელს, ზედა პალატაში დამტკიცება აუცილებელი იმისთვის, რომ ეს 180 დღიანი ვადა ჩაირთოს და მართლაც შეამოწმონ სად არის, როგორ არის და რანაირად არის თუ ჩინეთი და თუ რუსეთი ინფილტრირებული საქართველოში, თუ და უკვე შემდგომ პრეზიდენტის ხელმოწერა, თუ ქვედა პალატის დონეზე გაჩერდება, როგორც მეგობარი აქტი გაჩერდა, პრინციპში მაინც და სამწუხაროდ ესეც უნდა ვთქვათ. დიახ, რა თქმა უნდა, სენატის და პრეზიდენტის ხელმოწერაც საჭიროა. უბრალოდ ჩემი აზრია, ეხლა მე ამას არ ვამბობ, ჭეშმარიტება არის. მე პირადად მქონდა ხოლმე გარკვეული კითხვის ნიშნები, მეგობარი აქტი გავიდოდა თუ არა, მაგრამ მგონია, რომ აი ეს ჩინეთის გავლენების შეკავების აქტი
დიდ პრობლემებს არ წააწყდება, იმიტომ რომ უბრალოდ ძალიან მიჩის ზედაპალატაში ხო გიორგი ზედაპალატაში სენატში. დიახ. სენატში გულისხმობდა შემდეგ პრეზიდენტის მაგიდაზეც. იმიტომ რომ მე ვერ წარმომიდგენია რომელიმე სენატორი, რომელმაც თქვას, რომ იცი რა, ჩინეთის გავლენების შემოწმება კავკასიის რეგიონში არ არის ამერიკის საგარეო პოლიტიკის ამოცანა. ეს ვერანაირად ვერ წარმომიდგენია. აქედან გამომდინარე, მაქვს მოლოდინი, რომ ეს კანონი და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ჰაუსში, ანუ ქვედა პალატაში ეს კანონი ძალიან მალე გავიდა და დაემთხვა აი ამ კობახიძე რუბიოს პოლემიკას. მეორე თუ მესამე დღეს გავიდა. ბოდიში, ბარემ, აი მართლა ბოლო კითხვა, გიორგი. სწორედ ირაკლი კობახიძე სწორედ ჩინეთთან მიმართებაში სწორედ ამას ამბობს, რომ ამიხსენით მე ხა კობახიძეს ვერ მიუბაძავ, მაგრამ მაინც თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს თან ეს გაშეშებული სახით, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს უფლება ჩინეთთან ურთიერთობისა და იხსენებს ტრამპისა და სინ ძინპინის შეხვედრას, მე რატომ არ მაქვს უფლება? და ქართული ოცნების რეალური მომხრედ რეალური ადამიანები და ტროლბოტები ხო მithumetes ხო მოკოქილები ასე ვიტყვი აღყვნენ ამ ნარატივს და ამბობენ რომ იცით რა არის ისიც სუვერენული სახელმწიფოა შტატები ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ თუ მას აქვს უფლება სტრატეგიული ურთიერთობა ხო არც არსებობს შტატებსა და ჩინეთს შორის მაგრამ ასეა მოწარგდილი თუ მოკლედ თუ ხდება ტრამპი სინ ძინპინს კობახიძე რო ჩაეხუტოს სინ ძინპინს ამარტივებს ხადია რა მოხდა მერე გააბათილე 1-40 წამში მე ძალიან მინდა რომ ჩვენ გქონდეს იმის ფუფუნება რომ ამერიკას შევედა რომ ჩინეთთან ურთიერთობის აუკარგიანობაზე ცისხრივ ხა თქვენ უკვე ახსენეთ რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას არ აფორმებს და მეორე მხრივ ის შინაარსი რითაც ტრამპი სი ძინპინს ხვდება გამოსაკვლევია იქიდან გამომდინარე რომ ტრამპი ჩინეთს ტარიფებს ადებს და ტრამპი ჩინეთს ფაქტობრივად ჯოხის და თითის ქნევით ელაპარაკება როცა ჩვენ სამწუხაროდ ერთის მხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას ვაფორმებთ და მეორე მხრივ როცა იგი თავს იკავებს რეზოლუციაზე ხმის მიცემის თვის რომ დევნილები დაბრუნდნენ ჩვენს ტერიტორიაზე გაეროს რეზოლუცია კი ბატონო ჩვენ ამას ვამართლებთ რაღაცნაირად რომ აი ჩინეთს თურმე სხვა გზა არ აქვს და ამას ხარი ვერ დაუჭირა ასე რომ მეგონი კობახიძე ამართლებს ეგო ბანდო რაღაც ასპექტები იყო ეხლა ვერ გავამხელო თქვა ბევრი რომ უნდა იკვლიო და რაღაც ჩინეთის შუა საუკუნეების ისტორიასაც უნდა გადასწვერო გაიგო კობახიძე რაც გულისხმობდა და მე მგონი მაინც ვერ გაიგებ ეს არის ორ დიდ მე ახლა შეიძლება ვაჭარბებ მაგრამ თანამედროვე ტიპის იმპერიებს შორის ურთიერთობა და მე მგონი ჩვენი ტიპის ძალიან პატარა სახელმწიფოს შედარება ამ შემთხვევაში ამ ურთიერთობებში ცოტა კომიკური არის, იმიტომ რომ ისინი მარტივად თქო გავლენის ზონებს იყოფენ ამ ლაპარაკით და ჩვენ მას გადავცემთ ჩინეთს ჩვენს თავს როგორც გავლენის ზონას. ეს არის ძალიან დიდი განსხვავება ჩემი აზრით. მე გესახმები აბსოლუტურად ეს იყო ბოლო კითხვა და ბოლო პასუხი გიორგის ამ უხიდელსაც დავამატებ ჩინეთი და შეერთებული შტატები არის გლობალური ძალები, ბარემ ვიტყვი მაყურებლისთვის რუსეთი, რომელსაც თავი გლობალური ძალა ეგონა, ახლა რეგიონული ძალა თუ იქნება იმ ომის შემდეგ, რომელზეც ჩვენ მე და გიორგის არ გვისაუბრია და ვერ მოვახერხეთ და იმიტომ რომ ვერ მოვახერხეთ მეორეც მხრივ რომ აგე უკვე არ მინდა შემეშალოს და თითქმის საათია რაც მიმდინარეობს ეს ინტერვიუ. გიორგი ლაბაზე იყო ჩემი სტუმარი, გიორგი ურმესი მადლობა. რამის დამატება ხო არ გინდა კარაფანოს კონტექსტში? თუ გსურს კიდევ 1-2 წუთი და მე დავიმშვიდობოთ ერთმანეთს. მე მგონი რაც შემეძლო ამოვწურე დღეს მდგომარეობით და დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. კეთილი, მადლობა. გიორგი ლაბაზე იყო ჩემი სტუმარი, მას დავემშვიდობები, ნახვამდის. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.